რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრს 2017 წლის პროგრამა უკვე გაწერილი აქვს. განსაზღვრულია კონკრეტული ღონისძიებები და მათი თარიღები. გაწერილია ასევე სამივლინებო თანხა სპორტსმენებისთვის, როგორც საქალაქთაშორისო, ისე საერთაშორისო ჩემპიონატებზე. ცენტრის 2017 წლის ბიუჯეტი და 1 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები ნახეთ თამარ ლულაძისა და არჩილ ზუბალოვის სიუჟეტი. ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სისტემატიურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა გამოვლენა, მათი საერთაშორისო ასპარეზ გაყვანას, ცენტრის სპორტული ბაზების მოწესრიგება და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით. ეს იმ პროგრამის ძირითადი მიზნები და ამოცანებია, რომელიც რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრმა მიმდინარე წლისთვის განსაზღვრა. დღესდღეობით ცენტრში 1075 სპორტსმენ მოსწავლე ირიცხება, მათ შორის მოსწავლეები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი ოჯახიდან, ასევე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილები, ან მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა დღის ცენტრებში ირიცხებიან, გადასახადისგან თავისუფლდებიან. 2016 წელს ჩვენ გვყავდა რუსთავში 33 სტიპენდიანტი, სადაც იქნა დახარჯული 50,000 ლარამდე, წელსაც იგივე განხორციელდება. ჩვენ გეგმავთ და ჩვენ ვარაუდობთ, რომ სტიპენდიანტების რაოდენობა მოიმატებს და ჩვენ ისევე გავაგრძელებთ ამ პროგრამას, ამ პროექტს, რომ მინიმალურით იქნენ თუ მაქსიმალურად ახალისებული ჩვენი სპორტსმენები. სოციალურად დაუცველებს, ასევე მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებს გამოვთავისუფლებთ გადასახადებისაგან. წინა წელსაც ჰქონდა ეს პრაქტიკა, გაამართლა, ასევე ჩვენ გვყავს გარკვეული რაოდენობა ბავშვებისა და სხვადასხვა დღის ცენტრებიდან, რომლებიც არიან განთავისუფლებულები გადასახადებისაგან. სპორტის სამსახურის ბიუჯეტიდან თანხები უკვე გაწერილია იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც 2017 წელს გაიმართება. დაგეგმილია ჩემპიონატები ძიუდოში, ჭიდაობაში, კალათბურთში, ცურვასა და აკრობატიკაში. ასევე სპორტსმენ მოსწავლეები მივლინებული იქნებიან როგორც საქალაქთაშორისო, ისე საერთაშორისო ტურნირებზე. წელს ჩვენი ბიუჯეტი არის 1,135,000 რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი, რაც გამოიხატება ხელფასები და სხვადასხვა ხარჯებით, ასე ამ თანხაში გათვალისწინებულია ჩვენი სპორტული ღონისძიებები, წელს ჩატარდება 20-მდე სპორტული ღონისძიება, ასევე მერიის მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიებაში რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი მიიღებს მონაწილეობას. ასევე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში, სადაც ტარდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რუსთავი უზრუნველყოფს თავის მხრივ მედლებს, თასებს და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას. 225 ოქროს, 179 ვერცხლის და 204 ბრინჯაოს медали. ეს 2016 წელს რუსთაველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული შედეგებია. თუმცა როგორც სპორტის სამსახურში იმედოვნებენ, 2017 წელი გაცილებით ნაყოფიერი უნდა იყოს.